საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ფრთხილად. ფეხი არაფერს წამოკრათ. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისა შეიტყობთ. ეხლა კი იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში, განსაკუთრებით რუსეთის ირგვლივ, განსაკუთრებით უკრაინაში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჟურნალისტი მონაყოლი ამასთან დაკავშირებით კარგად დაგვანახებს მთელი ამ საკითხის анатомией. Мы видим, Армения уходит от России, Азербайджан уходит, Грузия все равно уйдет. Грузия уже ушла, а потом вернулись эти мерзавцы Бедзина, Иванишвили и так далее, которые это московские все ФСБшники. Вот, Грузия уйдет, никуда не денется, там подросло молодое поколение, оно свою страну не отдаст. Уйдет Грузия тоже, и весь Кавказ, тю-тю, чух-чух, до свидания, Москва, до свидания. И Средняя Азия тоже, и Туркменистан, и Казахстан, и Таджикистан, и Узбекистан, и кого еще не перечислил, Кыргызстан. Вот эти 5 бывших советских республик тоже находятся на пути от Москвы. А теперь что мы имеем? Беларусь уходит. Лукашенко же трет с Западом. Ну, конечно, Лукашенко нужно, это животное такое мерзкое, ему нужно сохраниться у власти. Путин ему не может прогарантировать сохранение у власти, а Запад может. Поэтому Лукашенко уходит. Украина ушла, страны Балтии ушли. Молдова уходит сейчас на глазах. Кавказ уходит и Средняя Азия уходит. Все уходят, потому что находиться в одной лодке с негодяями и фашистами западло для любой страны. Все это понимают. Пусть тонут сами, а они уже тонут. Им не поможет ни спасательный круг, ни шлюпка. აი ასე წუთ ნახევარი დაშირდა ამ კაცს რუსეთის დასაშლელად. ეს კაცი გახლავთ ვინმე გორდონი არის უკრაინული ნეოფაშიზმის აპოლოგეტი, ჟურნალისტი და გასაგებია, რასაც ის ლაპარაკობს, ეს არ არის რეალობის ასახვა, ეს არის მისი ოცნება მოვლენათა განვითარების შესახებ. მაგრამ რა თქმა უნდა, რეალობის ელემენტები აქაც არის. ადრე არ უთქვამს ამ კაცს, აი ასე ჩამოყალიბებულად ის, რაც ახლა თქვა. ახლა კი თქვა. რატომ? იმიტომ რომ პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიდის. და რა პროცესებია ეს? პირველ რიგში ეს არის პროცესები ამიერკავკასიის არევისა, რომლის სიმპტომები უკვე გამოჩნდა აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც და როგორც ბატონმა გორდონმა ბრძანა, საქართველოს უკვე დიდი ხანია განუდგა, ასე ვთქვათ, მოსკოვს და მოსკოვის დაპირისპირებულ ბანაკშია ჩაწერილი. თუმცა ამ ბოლო დროს რაღაც რყევები შეიმჩნევა, მაგრამ ეს რყევები ქართული რყევები არ არის. ეს არის ის რყევები, რა გავლენასაც განიცდის საქართველოს და არა ის, რაც უნდა საქართველოს და რაც სურს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას. არა, ეს პროცესი არ არის. ჩვენთან დაწყებული პროცესები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, 85 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ეგრეთ წოდებული პერესტროიკა დაიწყო და საბჭოთა კავშირის სათავეში მიხაილ გორბაჩოვი მოვიდა, რა თქმა უნდა, საქართველოში შემოიჭრა პროდასავლური ორიენტაცია და ყველა ხელისუფალი, რომელიც იქიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში მოსულა, არის დასავლური მიმართულებისა და დასავლური ორიენტაციის. ზვიად გამსახურდია ასეთი იყო, ედუარდ შევარდნაძე ასეთი იყო, მიხეილ სააკაშვილი ასეთი იყო, ბიძინა ივანიშვილიც ასეთი იყო. არ მინდა ვთქვა, რომ იყო და არის მეთქი, თუმცა ქართული ოცნების განცხადებებით დღემდე დასავლურ ორიენტაციაზე ღაღადებენ, მაგრამ შესაძლებელია იმის გამო, რომ სოფლიოში რეალობა იცვლება, მათაც რაღაცა მიდგომები შეცვალონ. შესაძლებელია, მაგრამ იცვლება კი ეს რეალობა ამ მიმართულებით. ახლა დაწყებული პროცესები ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანში იქნებ სწორედ საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. მეტყველებენ ყოველ შემთხვევაში
იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის მიმართ პოზიციები არ შეუცვლია და არც ის პოზიცია შეუცვლია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ჰეგემონი მთელ მსოფლიოში. კი, მართალია ბატონი ტრამპი ცოტა განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად ბევრი არაფერი რომ არ შეცვლიდა, ამას ჩვენ ვხედავთ, თუნდაც იგივე ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში, თუნდაც იგივე ირანის პროცესებთან დაკავშირებით და რაც მთავარია უკრაინასთან დაკავშირებით და ამიერკავკასიასთან დაკავშირებით. ამიერკავკასიაში, როგორც გითხარით, ის ტენდენციები, რომელმაც უკვე იჩინა თავი, აქ ერთმანეთთან არის ბევრი რამე გადაბმული, კონკრეტულად ეს არის ის, რომ ამიერკავკასიამ ყოველ შემთხვევაში ამ ორმა რესპუბლიკამ, რომელზეც არის საუბარი, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ორიენტაცია მკვეთრად დასავლეთისკენ უნდა აიღონ. ამაში მონაწილეობს თურქეთიც, აქ მონაწილეობს თურქული პროექტი, ეგრეთ წოდებული პანთურქული პროექტი, დიდი თურანის პროექტი და ეს პროექტი შესაძლებელია დასავლეთისთვის მთლად მისაღები არ იყოს, მაგრამ შუალედურ მონაკვეთში დასავლეთი ცდილობს ამ პროექტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს ინტერესი პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ გაგრძელდეს რუსეთის მოქცევა დასავლურ ალყაში, ნატოს ალყაში და რაც მთავარია კასპიის ზღვაზე გასასვლელი მოიძებნოს ნატოსთვის, დასავლეთისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საუკეთესო გზა ამისთვის ეს არის თურქეთისა და აზერბაიჯანის კავშირი, თურქეთი მოგახსენებათ ნატოს წევრი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი მოგახსენებათ კასპიისპირა სახელმწიფოა და აი ამ კავშირით ნატო აღმოჩნდება კასპიის ზღვაზე, კასპიის გასასვლელში. აი ეს ჩანაფიქრი, ასე ვთქვათ, დღეს უკვე ძალაშია მოყვანილი და მოქმედებაშია მოყვანილი და ვნახოთ რა გამოვა აქედან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ როგორ იცავს რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებას, თუნდაც იგივე უკრაინაში, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ვითარება უკიდურესად შეიძლება დაიძაბოს. უნდა ვიფიქროთ, მაინც და მაინც კი არ წინასწარ მეტყველებ, რომ ასე მოხდება მეთქი, მაგრამ ამ მიმართულებით ფიქრი არ გვაწყენს, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს მართლაც ასე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ თუნდაც იგივე უკრაინის საკითხი, სადაც ბატონი ტრამპი აცხადებდა, რომ როგორც კი მოვალ ხელისუფლებაში ერთ დღეში დავასრულებ ამ ომსო, მას მართლაც ჰქონდა ასეთი ბერკეტი და ეს ბერკეტი პირველ რიგში იყო ის, რომ შეეწყვიტა უკრაინის შეიარაღება, მაგრამ მან ეს ბერკეტი არ გამოიყენა და ახლა გარკვეული მოვლენების შემდეგ და მას შემდეგ, რაც რამდენიმე სატელეფონო დიალოგი უკვე შედგა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, ტრამპსა და პუტინს შორის, ვითარება კი არ განიმუხტა, არამედ უფრო დაიძაბა. ვითარება დაიძაბა ევროპასა და რუსეთს შორისაც. ევროპა აგრძელებს იმ გზას, იმ მიმართულებას, რომ ის უნდა იყოს რუსეთის მოსაფლავე, ის უნდა იყოს რუსეთის დაშლის ავანგარდში და ამისთვის მათ ესახებათ, რომ ყველაზე შესაფერისი, ყველაზე სწორი, ყველაზე მორგებული მომენტი არის სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესები. აი მაგალითად რა განცხადება გააკეთა ბატონმა მერცმა, ეს გახლავთ გერმანიის კანცლერი. ჩვენ ბუნდესვერს ისეთ არმიად გარდავქმნით, რომელიც ალიანსში მისაბაძი მოდელი იქნება. ჩვენ ფართომასშტაბიან ახალ აღჭურვილობას შევიძენთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ახალ ტექნოლოგიებს დავუთმობთ. რუსეთი ღამღამობით მასიურად და განზრახ ბომბავს უკრაინის ქალაქებს. გუშინ ღამით ჩვენ განვიცადეთ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები. ისინი პრაქტიკულად მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. ეს არის ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და აღარაფერი აქვს საერთო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ომთან. ჩინეთისგან სამხედრო სათვალთვალო თვითმფრინავზე შესაძლო ლაზერული თავდასხმა სრულიად მიუღებელია. ჩინეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მინისტრს ჯერ არ წარუდგენია საბოლოო ანგარიში მათ შორის საუბრის შესახებ. საბოლოო შეფასებას ჯერ მე არ გავაკეთებ, მაგრამ ასეთი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენც უნდა გავუმკლავდეთ ასეთ მოვლენებს და საფუძვლიანად გამოვიღვლიოთ გერმანულ თვითმფრინავზე ლაზერული თავდასხმის ამბავი.
რომში კონფერენციის დროს ამ ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციასთან ვიდეო კონფერენცია გვექნება და კიდევ ერთხელ განვიხილავთ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებისა და დამატებითი მხარდაჭერის დეტალებს. კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ასევე გერმანიის მხრიდან შესაბამის შეთავაზებებსაც გავაკეთებ. ესეთი გახლავთ ეს მოკლე განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა გააკეთა და დამეთანხმებით, რომ მაინც და მაინც დამაიმედებელი იმ მიმართულებით, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს, ამ ნათქვამში არაფერია, პირიქით, აქ არის განწყობა, ისეთი როგორიც შეეფერება ამ სახელმწიფოს. გერმანია მოგახსენებათ, მთლად ისეთი მძლავრი სახელმწიფო აღარ არის უკვე, თუნდაც რამდენიმე წლის წინათ რომ იყო, მაგრამ გერმანიაში ძალიან მძლავრია ფაშისტური ტენდენციები, ანტირუსული, რუსოფობიური ტენდენციები და მშვიდობის საწინააღმდეგო ტენდენციები, ეს მათ უკრაინასთან ურთიერთობაშიც რამდენჯერმე კი არა, მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამას ავლენდნენ და დღემდე ამას ავლენენ. მაგრამ მარტო გერმანია არ არის. მთელი უბედურება იმაში გახლავთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი ამ თვალსაზრისით, რის შესახებაც მე ახლა ვისაუბრე, დღესაც ერთად დგანან და მათ მიდგომებში არაფერი შეცვლილა ნატოს მიდგომებშიც. როცა ამ სახელმწიფოთა მიდგომებში არაფერი იცვლება, ნატო მოგეხსენებათ ამათი ბერკეტია, ამათი სამხედრო ბლოკია და იქ რა უნდა შეცვლილიყო, მაგრამ აი დავაკვირდეთ თქვათ რას ამბობს იგივე რუტე, ეს გახლავთ ნატოს გენერალური მდივანი. როგორც ხედავთ, ჩინეთი სწრაფად აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მათ აკვატორიაში ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე მეტი გემი დაცურავს. 2030 წლისთვის კიდევ 100 გემი ეყოლებათ. ამასთანავე 1000 ბირთვული ქობინი აქვთ. ეს სამხედრო იარაღები პეკინში უბრალოდ აღლუმების მოსაწყობად არ არის. ჩვენ ვიცით რა ამბიცია აქვს ჩინეთს. ისინი ტაივანზე კონტროლის მოპოვებას ისახავენ მიზნად. ეს ვარაუდი ეფუძნება ჩვენს მიერ გამართულ მრავალ დისკუსიას და რა თქმა უნდა ჩვენი წყაროებიდან ვიცით რომ სულ უფრო იზრდება რისკი იმისა რომ ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი ტაივანზე თავდასხმამდე ჯერ მოსკოვს დაურეკავს მათ ყველაზე სანდო პარტნიორს ამ საქმეში და ვლადიმირ პუტინს თხოვს რომ ევროპის ამ ნაწილში ჩვენი ყურადღება გაფანტონ რა დროსაც ტაივანს მარტივად მიხედავენ. აი ასეთი გახლავთ ეს განწყობილებები და თავად იმჟერეთ, რამე შეიცვალა მათ მიდგომებში. არაფერიც არ შეცვლილა. მათთვის მთავარი მოწინააღმდეგე არის რუსეთი, მათთვის მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი და მათთვის ბერკეტი ერთის მხრივ ტაივანია, მეორე მხრივ არის უკრაინა. ამ ზესახელმწიფოთა, ასე ვთქვათ, მოსარჯულებლად მათი გადმოსახედიდან რომ ვთქვათ. ესე იგი არანაირი ცდელობა, არანაირი მიდრეკილება იქითკენ რომ სამმა ზესახელმწიფომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და რუსეთმა მოილაპარაკონ ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, იმიტომ რომ ძველი მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული უკვე დაინგრა. საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად ფეხქვეშ არის გათელილი. რომ მოილაპარაკონ თუ როგორ ჩამოყალიბდეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც იქნება გარანტი დედამიწაზე მშვიდობის. ამის ნაცვლად დასავლეთი აი ასე მუშაობს, ასე ფიქრობს, ასე მსჯელობს და თქვენ წარმოიდგინეთ ასე მოქმედებს. როგორ ფიქრობენ ისინი აი ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე უკრაინასთან ურთიერთობას. ნახოთ სიუჟეტი. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს ნატოს გავლით მიაწვდის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ვაშინგტონმა ნატოსთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ალიანსი დააფინანსებს. ტრამპმა ასევე დაანონსა, რომ ორშაბათს რუსეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. არ ვიცით რა იქნება ეს მნიშვნელოვანი განცხადება, მაგრამ ბოლო დროს გაჩენილი ტენდენციების მიხედვით თუ იმჟელებთ, არაფერი კარგი ამაში არ იქნება, ეს იქნება გარკვეული დაპირისპირება, ეს იქნება რაღაცა ახალი სანქციების ამოქმედება და სხვადასხვა, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით
არც დასავლეთი კოლექტიური და არც თვითონ პირადად ტრამპი, როგორც ხედავთ, არაფერს არ ცვლის. ისევ შეიარაღებაზეა საუბარი და თანაც შეიარაღებაზეა საუბარი ერთის მხრივ ნატოს ქვეყნების გავლით, მაგრამ მეორეს მხრივ ტრამპი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე როგორც ეს რამდენჯერმე გააკეთა მისმა წინამორბედმა ბაიდენმა. Reutersის ინფორმაციით დონალდ ტრამპი პირველად გამოიყენებს უფლებამოსილებას უკრაინაში იარაღის გასაგზავნად. როგორც სააგენტო წერს, ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტის უფლებამოსილების ქვეშ დაადგენს ამერიკის მარაგში არსებულ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას უნდა მიეწოდოს. დახმარებამ შესაძლოა $300 მილიონი შეადგინოს. ახალ პაკეტში სავარაუდოდ პეტრიოტის თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტებიც შევა. რა არის ეს თუ არა ვითარების დაძაბულობის ესკალაცია? სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. შესაძლებელია ტრამპი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა იმ მონდომებაში, მეცადინეობაში, რასაც მშვიდობის მოყალიბება ერქვა, მაგრამ განა იქვე უნდა ჩაექნია ხელი. მას უნდა გამოეძებნა მისადგომები, როგორც რუსეთთან და რუსეთთან რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ უკრაინასთან არაფერი მისადგომი მას არ სჭირდება. უკრაინა და მისი ნეოფაშისტური ხელისუფლება ეს არის მარიონეტი ამერიკის შეერთებული შტატებისა, ამიტომ რასაც უბრძანებს და რასაც დაავალებს, იმას გააკეთებინებს, მაგრამ რუსეთთან უნდა გამოეძებნა გზები იმისთვის, რომ მშვიდობის მიმართულებით განვითარებული იყო მოვლენები, ტენდენციები ასეთი გაჩენილი იყო და არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, თუმცა აი პირადად ტრამპს ვუსმენთ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინაში კიდევ ერთი პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს. შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება? მათ ეს მოეწონებოდათ, თავად ითხოვეს. ეს სისტემა ძალიან იშვიათია. უკრაინაში უკვე ბევრი გაიგზავნა, თუმცა მათ მეტი სურთ. ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, რადგან პეტრიოტის სისტემა ძალიან ძვირია. სამწუხაროა, რომ ამდენი ფულის ხარჯვა გვიწევს ომზე, რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ესაა საშინელი ომი და მართლაც სამწუხაროა. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა ძალიან დახვეწილია და უზარმაზარ თანხას მოითხოვს. ის უკრაინელებს იმისთვის სჭირდებათ, რომ სიკვდილი აიცილონ თავიდან. ისინი ძლიერ იერიშებს იგერიებენ. სწორედ ამიტომ ამ საკითხს განვიხილავთ. თუ დააკვირდით, ბატონი ტრამპი აქ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ სახეობის შეიარაღების სიზვირეს. ეს ძალიან დიდი თანხა ჯდება. ეს ძვირია ლაპარაკობს ის და ეს არის მისთვის მთავარი პრობლემა. და არა ის, რომ მშვიდობაა დასამყარებელი, არა ის, რომ ომია შესაჩერებელი, მაგრამ ომი რომ შეჩერდეს, ამას უნდა მუშაობა, ამას უნდა სწორი მიდგომა, ამას უნდა საკითხში თავიდან ბოლომდე გარკვევა, ამას უნდა სამომავლო პერსპექტივის დასახვა. ისეთი, როგორც მისაღები იქნება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობის ნაცვლად, ბატონი ტრამპი გველაპარაკება იმასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ თურმე უნდა მიაწოდოს ეს შეიარაღება უკრაინულ არმიას. რას გამოიწვევს ეს? ეს გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, ეს გამოიწვევს ახალ მსხვერპლს და ეს გამოიწვევს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვებას მთელი პლანეტისა ბირთვულ კატასტროფასთან. აი ამიტომ ეს მიდგომები თავიდანვე მცდარია, საფუძველშივე მცდარია და მას უნდა შეცვლა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს მიდგომები შეცვალოს, ბატონი ტრამპი ლაპარაკობს იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი თურმე ბოდავს. მას რაღაცა ბოდვითი იდეები ახასიათებს და ეს აღმოუჩენია ტრამპს. 25 წელიწადია პუტინი რუსეთის ხელისუფლების სათავეში. ვერ გაიხსენებს ვერავინ, ვერც ერთ მომენტს, როდესაც პუტინი არათანმიმდევრული იყო. როდესაც პუტინი გუშინ და გუშინ წინდელ ნათქვამს დღეს უპირისპირდებოდა და ასე შემდეგ. არა, პუტინი სწორედ რომ თანმიმდევრული კაცია, პუტინი ყველაფერს აცხადებს, იმის შესახებ თუ რა გეგმები აქვს დასახული, უკრაინაში იქნება ეს თუ სადმე სხვაგან და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს. ასე რომ ბოდვის ელემენტები, ანუ რეალობისა და ნათქვამის შეუსაბამობის ელემენტები პუტინის ნათქვამებში არ იძებნება. სამაგიეროდ ასეთი რამ
ძალიან ბევრი იძებნება ტრამპთან. ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები თუნდაც კანადის შემოერთებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში კანადის შეყვანასთან დაკავშირებით. პუტინის ნათქვამი იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომ ეს კუნძული მას სჭირდება და მან უნდა წამოიღოს. პუტინის ნათქვამი იგივე პანამის არხთან დაკავშირებით და უამრავი სხვა რამ. თუნდაც ის, რაც მე უკვე ვახსენე, რომ ერთ დღეში დაამთავრებდა უკრაინის ომს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს, ურთიერთგამომრის ხავს, ურთიერთთან შეუსაბამოს და ამ დროს ეს კაცი პუტინის შესახებ ლაპარაკობს, რომ იგი ბოდავს. თვითონ აპატიოს ამერიკელმა ხალხმა და მაპატიოს თვითონ ბატონმა ტრამპმაც, მაგრამ მის გამონათქვამებში ბოდვის ელემენტები გაცილებით უფრო ადვილად იძებნება. აი ტრამპის პოზიციას კარგად გამოხატავს ერთი ვიდეო მასალა, რომელშიც არის, რა თქმა უნდა, იუმორის ელემენტები. ასეთი ეს ვიდეო მასალა, რომელიც რა თქმა უნდა იუმორის სტილში გამოხატავს ტრამპის ფსიქიკურ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე იმ ბოდვით ჰალუცინაციებსაც, რის შესახებაც მას ბევრი რამ განუცხადებია. უკვე ვილაპარაკებ, თქვათ, იგივე კანადასთან დაკავშირებით, იგივე გრენლანდიასთან დაკავშირებით, იგივე პანამის არხთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციების შესახებ. ახლა ის ყველაფერი, რისკენაც ტრამპმა აიღო გეზი, ნიშნავს უკრაინის სისხლში ჩახშობას, ნიშნავს მსხვერპლის გამრავლებას, ნიშნავს უკრაინაში მობილიზაციის, უკვე მერამდენე თაობის მობილიზაციის კიდევ ერთხელ აფეთქებას და პრაქტიკულად ეს არის უკრაინელი ხალხისთვის მოწყობილი გენოციდი. ეს პოზიცია, რაც ბოლო დროს ტრამპმა დაიკავა, უკრაინელი ხალხის გენოციდს ნიშნავს. აი ამ ვითარებას, აი ამ მდგომარეობას შესანიშნავად ასახავს ერთი ტრაგიკული ვიდეო, რომელიც ახლა მინდა შემოგთავაზოთ, როდესაც ახალგაზრდას ქუჩაში, როგორც ნადირობენ ხოლმე ამ მობილიზაციის საბაბით და მიყავთ პრაქტიკულად ეს ომში გაწვევა კი არ არის, სამხედრო გაწვევა კი არ არის, არამედ სასაკლაოზე გაწვევაა და თქვენ ნახავთ ახლა კადრებს ერთი შეშლილი თავისი ტრაგიკულობით, შვილის ტრაგიკულობით, დედა როგორ ცდილობს შვილის დახსნას და როგორ ეწირება აი ამ საშინელებას. Автобус, а им все равно, он сумки у него бросили, смотри, что происходит. Они творят. Нас другая армия, их миллион. Ну, вот, пожалуйста. Отрывает, ну, чтобы она от машины отошла. Гляньте, что творит. Смотрите, что делает. Не будут защищать войну. Женщина, он упала. როგორც შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, ეს საწოდავი ქალი ცუდად კი არ გახდა, გარდაიცვალა, შეეწირა ამ ამბავს. აი ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია, უკრაინის ეროვნული ტრაგედია, რომელსაც აი ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მთელი სისავსით ასახავს და გადმოსცემს. როგორია ამ მიდგომების, ამ ტენდენციების მიმართ დამოკიდებულება რუსეთის? როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა პენტაგონის საწყობების შემოწმების დროს კიევის რეჟიმს სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა. თუმცა ახლა შეერთებული შტატები ამ დახმარების განახლებას გეგმავს. ამ ნაბიჯების შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნა, რბილად რომ ვთქვათ, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ხელს არ შეუწყობს.
თუმცა ამისკენ მსოფლიო საზოგადოება მათ შორის დასავლეთის ყველას მოუწოდებს. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობის დასადგურებას არ შეუწყობს ხელს, პირიქით მე უკვე ვთქვი, რომ ეს არის დაძაბულობის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები მეთქი. თქვენ მერცის ერთი ნათქვამი მოისმინეთ გერმანიის კანცლერისა, ბარემ აქვე მოვისმინოთ ზახაროვას პასუხი. Он подчеркнул, что если Берлин поставит... გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ ბერლინი კიევს ტაურუსის რაკეტებს მიაწვდის, ამ იარაღს არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. როგორც ეს სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან იღებს. ამ ფარდის მიღმა იმალება მერცის მთავრობის ცუდად შენიღბული სურვილი. თავადაც მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებში. ბერლინი იმაზე არ ფიქრობს, რომ ამით გერმანია ჩვენს ქვეყანასთან კონფლიქტში ჩაერთვება. აი ასეთი გახლავთ შედარებით მშვიდი პოზიცია რუსეთისა გარეგნულად ვერბალური ნაწილი მაქვს ხაზბოლობაში, სიტყვიერი ნაწილი, მაგრამ დაძაბულობა შინაგანი უკვე იგრძნობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთში შესანიშნავად ხედავენ, რომ მთელი მონდომება და სწრაფვა იქითკენ, რომ როგორმე მშვიდობიანად დასრულებული იყო ეს პროცესი, პრაქტიკულად განუხორციელებელი რჩება და პრაქტიკულად დაძაბულობის ახალი ტალღაა მოსალოდნელი და გართულება საერთაშორისო მდგომარეობის უკიდურესი გართულებაა მოსალოდნელი. ამ დღეებში ჩატარდა ბრიქსის შეხვედრა. ბრიქსი მოგახსენებათ ეს უზარმაზარი გაერთიანება, ნახევარი მსოფლიოა თითქმის გაერთიანებული და ეს არის ისეთი მზარდი და პერსპექტიული გაერთიანება, კოალიცია, რომელსაც სამხედრო შემადგენელი მართალი არ გააჩნია, ეკონომიკა მთავარი და წარმმართველი, მაგრამ თუ კი რეალობა უბიძგებს ამ გაერთიანებას, ამ კოალიციას იქითკენ, რომ აუცილებელია თავდაცვა, რა თქმა უნდა, თავდაცვის ელემენტებიც გაჩნდება. მომავალში ეს ჩემი ვარაუდი მოგახსენეთ. ამას ალბათ გრძნობს ბატონი ტრამპი და გამოვიდა ამ ღონისძიების საწინააღმდეგოდ, ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ, ყოველ შემთხვევაში მისი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება და პოზიცია ამ ორგანიზაციის მიმართ არ დაუმალავს, პირდაპირ გამოხატა და რა კი ქალბატონ ზახაროვას მივეცით სიტყვა, მოდით ბარემ ამასთან დაკავშირებითაც მოვისმინოთ პატარა ეპიზოდი. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იყენებს სავაჭრო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, უკანონო სანქციებს, ტარიფებსა და ბევრ სხვა რამეს პოლიტიკური ზეწოლის ელემენტად. ის იმალება სამართლიანი კონკურენციისა და ეროვნული უსაფრთხოების ლოზუნგების უკან. რა თქმა უნდა, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ხაზი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული სისტემის ნგრევას იწვევს და უხეშად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, რომლებსაც სხვათა შორის ვაშინგტონი ცოტა ხნის წინ უნივერსალურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. ერთი სიტყვით მდგომარეობის დაძაბვასთან გვაქვს საქმე, უკიდურეს დაძაბვასთან და ეს დაძაბულობა იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ეს არ არის მარტო საერთაშორისო ვითარება, სახელმწიფოებს შორის, სახელმწიფოებს შიგნით იგრძნობა დიდი დაძაბულობა, მემხედველობაში მყავს გავლენიანი სახელმწიფოები და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. მოგახსენებათ თქვენ, რომ იქ რამდენიმე ორგანიზაცია აიკრძალა. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მთელ მსოფლიოში თავიანთ მინძურ გავლენას ავრცელებდნენ, ისევე როგორც ჩვენთან აფინანსებდნენ ამ აგენტურას, მეხუთე კოლონას და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ტრამპი ამ ორგანიზაციებს დაეჯახა, ზოგიერთი აკრძალა და დიდი ბრძოლა გამოუცხადა ეგრეთ წოდებულ deep states, რომელიც ყველაფერ ამას აერთიანებს და მოიცავს. აქედან გამომდინარე შიგნით გაძლიერდა წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ის ორგანიზაციები, რომელთა შესახებაც არის საუბარი და თვითონ ეს deep state, ეს ჩაკირული რაღაცა ისეთი რუდიმენტი, რომელსაც უბედურების მეტი არაფრის მოტანა აღარ შეუძლია არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც მსოფლიოსთვის იბრძვის თავისი გავლენის შესანარჩუნებლად და ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში აისახება, მაგრამ აი ახლა კიდევ ერთი
მომენტი გამოჩნდა ასეთი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ რუსეთის გავლენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში და ტრამპი ლამის გამოყვანილი იყო როგორც რუსეთის პირდაპირი აგენტი. აი ამ ძალასაც, რა თქმა უნდა, დაუპირისპირდა ტრამპი და ყველაფერმა ამან ასეთი სახე მიიღო. თეთრი სახლი 2016 წლის რაშაგეითის სკანდალს დღეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ Deep State-ის ორკესტრირებულ თავდასხმას უწოდებს. Fox News-ის ინფორმაციით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო FBI-სა და დაზვერვის ყოფილი დირექტორების ჯეიმს კომისა და ჯონ ბრენენის წინააღმდეგ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის და ტრამპის მოსკოვთან შესაძლო კავშირების საქმეს სწორედ კომი იძიებდა. ბრენენი კი დაზვერვის კუთხით ცენტრალურ როლს ასრულებდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ გამოძიებაში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი. მოხარული ვარ თუ კი გამოძიებას იწყებენ. ამ ორმა უღირსმა ადამიანმა ზურგი აქცია ჩვენს ხალხსა და კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, რომ მათ კონგრესში იცრუეს. იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ისინი უნდა გაასამართლოს. ის რაც ვიხილეთ იყო უმაღლესი დონის კორუფცია. Deep State-მა დონალდ ტრამპს დაუპირისპირა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ ის თეთრ სახლში არ დაბრუნებულიყო. სიმართლე უნდა გაცხადდეს. Fox News იუსტიციის დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ყოფილი ჩინოსნების შესაძლოა ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკური შეთქმულების მონაწილენი იყვნენ. კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რომ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებაში მიზანმიმართულად დაემახინჯებინათ დაზვერვის ინფორმაცია და შეცდომაში შეეყვანათ კანონმდებლები. FBI-ს და დაზვერვის ყოფილ დირექტორებს კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემასაც ედავებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღემდე აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირის ბრალდებები მის ჩამოსაშორებლად გამოგონილი ჭორი იყო. რუსეთი ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობა იყო. დემოკრატების სტანდარტული მოქმედების ხაზი. აი ასეთი გახლავთ ზოგადი ვითარება, რაც მე დღეს წარმოვადგინე, ეს რა თქმა უნდა წვეთია ზღვაში, ოკეანეში, მაგრამ რაღაც მიმართულებას და ტენდენციას რა თქმა უნდა გვიჩვენებს. ტენდენცია ასეთი არასახარბიელო არის. ეს ტენდენცია არანაირად არ არის მიმართული მშვიდობისკენ და არ მიდის მშვიდობისკენ. ეს მიდის დაძაბულობის გაძლიერებისკენ, დაძაბულობის აღმავალი ხაზით წაყვანისკენ ჩვენ და სამწუხაროდ და საბოლოო ჯამში ეს მიდის, მე ვიტყოდი, მესამე ფრონტის მიმართულებით. ეს ცოტა ალეგორიული ნათქვამი გახლავთ, მოგახსენებათ თქვენ საქართველოში ცდილობდნენ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო დასავლეთის ნომერ პირველი მოთხოვნა ქართველი ხელისუფლების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ ჩვენ დასაბედნიეროდ და ჩვენი ხელისუფლების სასახელოდ, ამის გამო მათ შექება და პატივისცემა ეკუთვნით ჩვენგან. ეს არ გამოუვიდათ, მაგრამ ახლა ძაბავენ სიტუაციას არა მხოლოდ საქართველოში შეინარჩუნეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დაძაბულობა, ჯერჯერობით არ მოეშვნენ სახელმწიფო გადატრიალების იდეას და ცდილობენ ყველაფერი ამ მიმართულებით განავითარონ, მაგრამ არა მარტო საქართველოში, უკვე ჩაითრიეს სომხეთიც, უკვე ჩაითრიეს აზერბაიჯანის და ასე გამოდის, რომ მთელი ამიერკავკასიიდან ცდილობენ მესამე ფრონტის გახსნას, რა კი მეორე იქ აღარ გამოუვიდათ. რიგით ეს მეორე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ სათვალავში კარგად რომ გავერკვეთ, ამის გამო ვამბობ მესამე ფრონტის გახსნას სწორედ ამიერკავკასიიდან შეეცდებიან მეთქი, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. აქ ცოტა ამოვისუნთქოთ და ის ცნობილი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი, რომელსაც როგორც სოციალური ქსელები მეტყველებს, ბევრი მაყურებელი ყავს. მაშასე დღეს საკმაოდ ბევრი გიჟი მყავს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაუშინაურდი უკვე ამ ხალხს და როგორც ჩანს, როგორც გამლილი 30-35 წელიწადი გვიჩვენებს, გიჟების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მით უმეტეს პოლიტიკური ცხოვრება
და ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, რომ ასეთი ნაწილი, ასეთი კატეგორია ჩვენი საზოგადოებისა ჩვენს გვერდით არსებობს, ცხოვრობს და მოქმედებს. მაშასე მე-19 ადგილზე გასული ვიდეო. გამარჯობა, თქვენი აზრით ყველაზე ჭკვიანი ქართველი პოლიტიკოსი ვინ არის? Ясна გრიგოლი გეგელია. მამუკა ხაზარაძე. აი, რომ ითხრათ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, რატომაც თვლით, რომ ჭკვიანია? ჰა? რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი რო გაიხსენოთ მისი, რატომაც თვლით, რომ ჭკვიანია? მამუკა ხაზარაძე. მაშასე თქვენ ნახეთ, ვინ დასახელდა ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოსად. ეს არ არის ფსიქიატრია? რა თქმა უნდა არის. მე-18 ადგილზე გასული ვიდეო. მაგრამ სააკაშვილმა ვერ გაბედა ის, რასაც ფაშინიანი აკეთებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ესმოდა, რომ რუსეთის რბილი ძალა იმ პერიოდში ეყრდნობოდა რუსეთს, ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს, პრორუსულ ნაწილს, რომლებმაც საბოლოო ჯამში დიდი როლი ითამაშეს მის დამარცხებაში, ხო? მაგრამ სააკაშვილმა მაშინ ვერ გაბედა რომ აგენტურა აღმოეჩინა ეკლესიაში, როგორც ამას აკეთებს ახლა ფაშინიანი და მის წინააღმდეგ წასულიყო. აი რა მისცა ეს ძალა პაშინიანს, რომ აი ასეთი გაბედული ნაბიჯი გადაედგა. რა მისცა ეს ძალა პაშინიანს, ამასთან დაკავშირებით მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, მაგრამ დააგვირდით როგორი აგრესია, როგორი ბრძოლა და როგორი სურვილი ეკლესიის ჩაწეხვისა და ჩაკოლვისა. რბილი ძალა, რუსეთის რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ ასეა გამოცხადებული ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. ის რაც ხდება სომხეთში, აი პირდაპირი დაპირისპირება ეკლესიასთან. საქართველოში ამ მასშტაბის არ ყოფილაო მოთქვამს ეს ქალბატონი და ამას აბრალებს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რა თქმა უნდა ეკლესიაც ზულს, ყველაფერი ქართული ზულს და ყველაფერი ის ზულს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ტრადიციებთან, საქართველოს ისტორიულ გზასთან. მას თავისი გზა აქვს, უბრალოდ მისთვის გარედან, დასავლეთიდან თავსმოხვეული გზა აქვს, მაგრამ სააკაშვილი ამ ქალბატონის აზრით ვერ წავიდა ისე შორს და ვერ იმოქმედა ისე გაბედულად, როგორც პაშინიანი მოქმედებს. ახლა მე გითხარით, პაშინიანს რამ მისცა ასეთი ძალა მეთქი და ამ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ მე-17 ადგილზე გასული ვიდეო. აგერ ასე ახლოს აღარ ჩვენი მოცნე ილია ჭავჭავაძე, აგაკი წერეთელი, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, პეტრე იბერი, რა ვიცი, რაც კი დაბადებულა მოდგმა ჩვენი ჯიში და ჯილა ქართველობის და 3000 წელი ამისთვის ვიბრძვით, რომ იმ სამყაროს ნაწილი რაც ავართ, გენეტიკურათაც, მორალურათაც, ფილოსოფიურათაც, ცივილიზაციურად აგერო 3000 კაცი გვიდგა 3000 სოფიანი ძაღლი გვიდგა შუაში რომ იქ ვერ შევიდეთ აი ასე რუსებს შემოიყვანს რა თუნდა რუსები შემოყვანო თვითონ რუსი რა თუნდა რუსის ჯარზე უარესია ეს პოლიცია და ამ ჩვენმა მეზობლებმაც უნდა იგრძნონ რა ამ ხანაგმა ალიევმა და ამ ხანაგმა პაშინიანმა ერთმანეთს რო დაასხეს მილოცვა ჩვენგან აღმოსავლეთი წითელ ხიდზე რო გადახვალ აღარ არის ჩვენი სამყარო ჩვენი სივრცე აღარ არის უცხოა ჩვენთვის ახლა მთელმა დედამიწამ უნდა დაინახოს და ეს პროცესი მიდის და უნდა გაღრმავდეს ეს ნერვების ბრძოლა რომ ბიზინა ივანიშვილი სტაბილიზაციის გარანტორი კი არა დესტაბილიზაციის გარანტორი არის საქართველოში აი ეს უნდა გავაკეთოთ და ამას აკეთებს ქართული ხალხი ახლა. უკანონოა ეს პოლიცია, უკანონოა ეს პარლამენტი, უკანონოა სასამართლო, ყველაფერი უკანონოა. უკანონო სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ. უпроსორად ხელისუფლების პირობებში. უკანონოა. ამათზე დამორჩილება არის უკანონობა. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინის არმიას და დიდება უფალს რა. ყველაფერი უკანონოა საქართველოში თვითონ არის კანონიერი და აი ეს მოწოდებაა კიდევ კანონიერი გაუმარჯოს უკრაინის არმიას. ასე თulis ეს კაცი ყოველ შემთხვევაში ამან მოუწოდა ხომ ამხანაგებს პაშინიანს და ალიევს და როგორც ხედავთ მე ვიხუმრე რა თქმა უნდა
აი ამან იქონია გავლენა იმ არეულობაზე, რაც ამიერკავკასიაში პრაქტიკულად დაწყებულია და რამაც შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მე-16 ადგილზე გასული ვიდეო. ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია. ვისაც რამეში ეპარებოდა ეჭვი, ვისაც თვალები აქვს და ტელევიზორს უყურებს, მე მგონი ყველაფერში დარწმუნდა უკვე ყველა. თუ ოდნავ მაინც გონებაში რამე აქვს. და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ისინი დამარცხება, მაგრამ მათ სხვა გეგმები აქვთ. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგ რა მოხდება. და ამიტომ ყველას მინდა უთხრა, ისე მაგრა უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ აზრადაც არ მოუვიდეთ მერე თითის განძრევა და თავის უწმინდური ხელებით რამის გაკეთება. აი საიდან მოდის ის, რომ არჩევნებისთვის არ ემზადება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, არამედ ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის. რაც ახლა მოხდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. და აი იქ იღებდა სათავეს ეს. მან განაცხადა ეს პირველად, რომ ასეთი რამ თურმე ხდება და თურმე იგეგმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთიდან, ასე ვთქვათ, იმპორტირებული და იქიდან შემოგზავნილი. რა კი სააკაშვილს მივეცით სიტყვა, მაგრამ კიდევ ერთი ვიდეო, ეს არის მე-14 ადგილზე გასული ვიდეო. მაგრამ დემოკრატი სააკაშვილი არის ეგეთი კლიშე არ უკაცრავად, მაგრამ ხელისუფლება გადავეცით, რასაც ეს ბოლოს რევოლუციური რამე გააკეთეთ, ამაში გეთანხმებით, მანამდე რა? სასამართლო? არა, ერთპარტიული პარლამენტი? არა, მინდა შეგახსოვთ, თავარი ნაციონალური მედიები, ერთპარტიული პარლამენტი საიდან იყო ის? თელმა ოპოზიციამ გადაწყვეტა ბოიკოტი. არ გავიგე, მაგრამ 135 არა, იმიტომ რომ თელმა ოპოზიციამ გადაწყვეტა ბოიკოტი, გადაწყვეტეს ბოიკოტი, იმიტომ რომ ეგონათ რომ მალე ისა დავიხოვოთ, იმიტომ რომ მათ ზურგს უკან ნაწილობრივ იყო რუსეთი. ფაქტია ხა რა ვქოთ. აი ასეთი გახლავთ ამ კაცის მსჯელობა. ესე იგი წინა ვიდეოში ეს კაცი დაუპირისპირდა იმას, რომ არჩევნებისთვის კი არა მეორე დღისთვის რომ ემზადება ოპოზიცია, შემდეგ თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. აქ დაუპირისპირდა იმას, რომ ოპოზიცია აცხადებს ბოიკოტს და პარლამენტი პრაქტიკულად რჩება ერთპარტიული. ამასაც დაუპირისპირდა, მაგრამ შემდეგ თვითონ ისე მოიქცა, როგორც უპირისპირდებოდა ადრე უპირისპირდებოდა, შემდეგ უკვე მხარს უჭერდა ამგვარ მიდგომას. აი ასეთი გახლავთ ამ კაცის ბუნება, რაც მას მოერგება, რაც მის ინტერესებშია, ყოველთვის იმას აკეთებს და არა იმას, რაც სწორია, რაც კანონიერია, რაც ზნეობრივია და ასე შემდეგ. არა, რაც მის ინტერესებშია. მხოლოდ ამას აკეთებს. ახლა მინდა ხაზარაძესთან დაკავშირებით შემოგთავაზოთ ერთი პატარა ვიდეო მასალა. ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად როგორ დავაყენოთ ფეხზე და ამ გროშებზე არ იყოს ლაპარაკი. მე ვიცი როგორ გახდეს ქართული კაცი მდიდარი. იცის ამ კაცმა როგორ უნდა გახდეს ქართველი კაცი მდიდარი. ეხლა შემოგთავაზებთ მე-13 ადგილზე გასულ ვიდეოს და ვნახოთ როგორ შეიძლება ადამიანი გამდიდრდეს. ყოველთვის 25 რიცხვის შემოსატანი გექნება 1200 ლარი, აქედან პირველი 8 წელი ძირს კაპიკი არ მოაკლდება, ვადა გადაცილების შემთხვევაში დაგეკისრებათ პირგასამტეხლო 100 ლარი, 300 ლარის ოდენობით, განმეორებითი ვადა გადაცილების შემთხვევაში кейსი გადაეცემა აღსრულებას და ჩამოგერთნევათ თავდების ქონება, რომელიც გულისხმობს დედა თქვენის და თქვენი მეუღლის დედის ბინას ავტომობილს, ტანსაცმელს, გერმანულ ნაგას, იგივე ჩეკას და 20 დოლარად შეფასებულ თმისმელს. აი ასე მდიდრდებიან ადამიანები და ასე ახსნა ამ კაცმა, ასე აუხსნა მთელ საქართველოს, როგორ შეიძლება გამდიდრება. არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ეს კაცი არის ჭკვიანი პოლიტიკოსი და არის კიდევ ერთი ნაწილი საზოგადოებისა, ცოტა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რომელიც აი ამას ახვა, ამას დასდევს და უნდა რომ ხაზარაძე იხილოს ხელისუფლებაში. აი ასეთი ამბები ხდება. მე-12 ადგილზე გასული ვიდეო. მოტოტროლით ავირჩიოთ მე-12 კლასელები, პირველი კურსელები, მეორე კურსელები, მეხუთე კურსელი არა, ნუ შევაწუხებთ. და ვეთქვით რომ ახალშენის მე-10 საარჩევნო უბანზე 7 კაცი ამ სკოლიდან აზე იწყება, ბეზე მთავრდება, აი შენ იქნები კომისიის წევრი. ის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლე
არჩევნებს არ გააყალბებს და ნეიტრალური იქნება მაშინ მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიმართ. სულ მიკვირდა ეს კაცი როგორ მოხვდა პოლიტიკაში, რა ესაქმება ამ კაცს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეთქი და ახლა აი ამ პატარა ფრაგმენტმა დამარწმუნა რომ მისი ადგილი შემოფარგლულია იმით რომ იგი უნდა მოხვდეს ფსიქიატრიის რენტგენში და მხოლოდ აქედან უნდა გადავიდეს პოლიტიკაში. ხნებავთ პირიქით, იქიდან გადმოვიდეს ფსიქიატრიის რენტგენში. სხვა ადგილი ამ კაცისთვის ძნელი მოსაძებნია. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მე-11 ადგილზე გასული ვიდეო ბატონი ელისაშვილია ეს. თბილისი შეგვიძლია გამოგლიჯოთ, რუსთავი შეგვიძლია გამოგლიჯოთ, თელავი შეგვიძლია შედეგებს შეხედეთ, ბათუმი შეგვიძლია, ქუთაისი შეგვიძლია. იქ თუ ავადუღებთ ყველაფერს, შეიძლება 5 ოქტომბერს ეს ბრძოლა ვერ მოვიგოთ, მაგრამ ისე დავაზიანოთ ქართული ოცნება, რომ აი მართლაც ალფეხზე იდგნენ და ყანყალებდნენ. აი ასეთი მიზნები აქვს ამ კაცს რომ არა გამარჯვება არა, მაგრამ ისე უნდა დააზიანოს ქართული ოცნება რომ მე როგორც თქვა, ცალფეხზე უნდა იდგნენ და ყანყალებდნენ. აი ეს არის თურმე მთელი მიზანი ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციისა და რა კი ბატონი ელისაშვილი ვიხილეთ ამ რუბრიკაში, ბარემ მე-10 ადგილზე გასული ვიდეო ეს ისევ ელისაშვილი. ჩემი იდეალური სცენარია რომ 6 ქალაქში ვიომოთ, სხვაგან ბოიკოტი, 6 დიდ ქალაქში ბრძოლა, საერთო კანდიდატები, ყველანი ამ საერთო კანდიდატების გარეშე დაარწმუნდა და თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენი მის გარშემო. გიჟის მეტი რა დავარქვათ კაცს, რომელიც ამბობს რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ჩვენი ლიდერი. აი ახლა, აი ამ ბოლო დროს, ამ რამდენიმე დღის წინ თქვა კაცმა რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ჩვენი ლიდერი. ეთყობა მან არ იცის რომ სალომე ზურაბიშვილი წავიდა უკვე. დიახ ბატონო, წავიდა და აი ამ ვიდეოს კარგად ამსახველი ვიდეო უნდა ამ ფაქტის კარგად ამსახველი ვიდეო უნდა წარმოგიდგინოთ. Salvo, წავიდა. Salvo, წავიდა. ასე ზეიმობს და ასე აღნიშნავს ეს კაცი სალომეს წასვლას და ელისაშვილმა რომელსაც რომ მკითხო პოლიტიკოსია და პოლიტიკაშია ჯერ არ გაუგია რომ სალომე წავიდა და რომც არ წასულიყო სალომე რის გამკეთებელია აი ნახოთ ახლა მერვე ადგილზე გასული ვიდეო ქალბატონი სალომე ამ ქვეყანას რა ეშველება აი რა ეშველება აი ასეა პოლიტიკაში კი არა სამზარეულოშიც აღარ შეიშვება უკვე ეს კალი იმიტომ რომ დაამტროს და დალეწავს ყველაფერს მას სხვა სარგებლობის მოტანა არ შეუძლია ელისაშვილს კი ეს აქამდე არ გაუგია მე-7 ადგილზე გასული ვიდეო Hello, მოგესალმებით ბატონო ბიძინა, იმედი მაქვს რომ მისმენთ. ბატონო ბიძინას ჯერჯერობით არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. ეს უნდა აღინიშნოს და ეს დასაფასებელია. ჩვენი ოპოზიცია მოსყიდული, ქალბატონი სალომეც კიდე მისი კნეინა, სუდკნეინა არ ვიცი. არავითარი არეულობა და დაძაბულობა ბიძინას კარზე არ არსებობს მეგობრებო თავს ნუ მოიტყუებთ. რა ვიცი, უნდა თქვა ისეთი რამე რომ ოპოზიცია გამოფხიზდი მეთქი, მაგრამ რა უნდა გამოფხიზეთ? აქამდე ვერ გამოფხიზეთ, მოგუდულები ხართ ყველანი. ხალხო გამოფხიზდით, კი ბატონო. ერთადერთი დაგვჭირა აქციები, ხო? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ხო და ეს აქციები რომ მომართოთ ტრამპისკენ და ამერიკის მთავრობისკენ არ შეიძლება. აბა ესენი რომ მოვლენ და რომ დასახმარებულ ხელს გამოგვიწვდიან, ვის უნდა დაელაპარაკოთ? ერთი ოპოზიციონერი არ არის, ვინც არ არის მოსყიდული, ჩემი აზრით, მე მაპატია ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველანი მოგუდულები ხართ რა. მე ხوار დამელაპარაკება, მართლა ამის ზედავატირი ერთი საწყალი ხალი ვარ. ჩემთვის ვატრაკებ აბონის გახსენების ამბავში რაღაცას ვატრაკებ და მიხარი. ნათქვამია ყველაზე დიდ სიმართლეს გიჟები ლაპარაკობენ ხოლმე და ეს ხალი ამ შემთხვევაში მართლაც ლაპარაკობს მოგუდულია უკვე ოპოზიციო. აღარ არსებობს პრაქტიკულად ეს ოპოზიცია დამთავრებულია მათი ამბავი. ახლა მოდი ჟურნალისტებსაც გადავავდოთ თვალი. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო.
ჯანდაცვის მინისტრი სარჩველაძე ამბობს, რომ რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული გულმკერდის არეში, დაზიანებულია მხოლოდ ღვიძლის, სხვა სასიცოცხლო თირკმელი, უბრალოდ სხვა სასიცოცხლო ჭრილობას რაც შეეხება, ერთი ჭრილობა გახლავთ, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და ღვიძლის, სხვა სასიცოცხლო თირკმელი, უბრალოდ სხვა მოკლედ ბევრი ორგანო ჩამოთვალა და ვერაფრით ვერ მოხდა იქ რაც უნდა ეთქვა. აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჟურნალისტებს, ასეთია მათი პასუხისმგებლობის ხარისხი და კოეფიციენტი. რას ლაპარაკობენ მაინც და მაინც კი არ უკვირდებიან, იმიტომ რომ როგორც ჩანს მსმენელიც ისეთი ყავთ, როგორცაც იმსახურებენ. და კიდევ ერთი ჟურნალისტი ეს გახავთ მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. თენგო თევზაძე ოცნების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. აი დაასახელა სახელი და გვარი თქვა კაცის და თანამდებობას თქვა მისი, მაგრამ როგორც ჩანს ასდა და რომ აცდა იმ კაცმა არ ვიცი რა უპასუხა, მაგრამ ახლა შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელსაც სხვა ხმა აქვს რომელიღაცა მხატვრული ფილმიდან დადებული და ნახოთ რა გამოვიდა აქედან. ღმერთო ეს რა დამემართა. ხო ცოტა მოიჭრა როგორც ჩანს, მაგრამ რაღაცა შეგინებასავით უთხრა ამ კაცმა და მერე შეიცხადა ეს რა მომივიდა ვაკაც პასუხისმგებლობის დონე, პასუხისმგებლობის კოეფიციენტი. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო არა, წამოსცენად არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. და კიდევ ერთი რამ, რაც ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეს ქოცი და ნაცი ცნობიერშიც და არაცნობიერშიც უკვე იმდენად ერთად მოიაზრებიან, რომ ჟურნალისტებსაც უჭირთ მათი გამოხშირვა ერთმანეთისგან, მათი გამოცალკევება ერთმანეთისგან და იქ სადაც ნაცი უნდა თქვან ქოცი ძახიან და სადაც ქოცი უნდა თქვან ნაცი ძახიან, იმიტომ რომ ასეა სამწუხაროდ. და კიდევ ერთი ვიდეო ისევ ჟურნალისტი. გადასცენ ბიზინა ივანიშვილს, რომ ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი იწყებოდა და მაღალი ალბათობით ახლაც იწყება, ასეთი რიცხვებია 599 10 22 და ბოლო ორ რიცხვს გაგივი. მოკლედ ვერ გაიგებს, სად ხუმრობენ, სად სიმართლეს ლაპარაკობენ, სად ინფორმაციას გვაწვდიან, სად დეზინფორმაციას გვაწვდიან და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი დღევანდელი პროდასავლური ჟურნალისტების ესეთი განზოგადებული საქმე. ახლა დამრჩა ორი ვიდეო. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელი უნდა ყოფილიყო მეორე ადგილზე და რომელი პირველ ადგილზე, ორივე იმსახურებდა იმას, რომ პირველ ადგილზე ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს ასე დავალაგეთ. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. დავით აღმაშენებელს შვილთა ყველა იდიოტი ხავთ. და ყველა უსინდისა და უკანონო ყავდა. დავით აღმაშენებელი. როგორი ნათქვამი? ძალიან სერიოზული ნათქვამია, მაგრამ ერთი რამე აკლია. დავით აღმაშენებელს 10 საუკუნის, 11 საუკუნის გასვლის შემდეგ აღმოაჩნდა კიდევ ერთი იდიოტი შთამომავალი. ქართველი კაცი, ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც შეუძლია აი ასე ილაპარაკოს საკუთარ ისტორიაზე. და ბოლოს პირველ ადგილზე გასული ვიდეო. ვიჯდე თუ დავდგე. სოლონის დროიდან ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს ერთადერთ კითხვას. შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანმა ადამიანთან ერთად თანასწორად იცხოვროს, ადამიანმა ადამიანთან ერთად თანასწორად იცხოვროს, იწვეს. ისიც იწვეს და ეს იყოს ჰორიზონტული ურთიერთობა, თუ არის შესაძლებელი ონტოლოგიური ურთიერთობა ადამიანებს შორის. სოლონის მერე
მისმა შვილიშვილის შვილთა შვილმა პლატონმა სცადა რომ ამ კითხვაზე გაეცა პოზიტიური პასუხი. და ეს პასუხი იყო ერთი, რომ ადამიანები რესპუბლიკაში უნდა მოეთავსებინათ კუნძულზე დიონისოს მესამესთან ჩავიდა დააპატიმრეს, ტყვედ გაყიდეს, გამოაგდეს. კინაღამ მოკვდა, თანასწორი ურთიერთობები ვერ დაამყარა. მან, არა მხოლოდ მან, არამედ ნაპოლეონმაც ვერ დაამყარა, რობესპიერმაც ვერ დაამყარა, ლენინმაც ვერ დაამყარა, სტალინმაც არ დაამყარა. დღეს მე თანასწორობის სურვილში კაცობრიობასთან ერთად სული მძვრება, რადგანაც ოხშივარი აზრით მარჯვნივ, ბიოლოგიურ მარცხნივ ბირთვულ და ცენტრში კიდევ ციფრულ იარაღს. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, რომ სანამ მე მიდგას წინ ხატი და ეს ხატი ღვთისმშობლის ხატია და მასთან ერთად ერთი იათნანელი ამორძალის ციციგეგეშხეს ხატი, ამორძალის, რომელიც ცოცხლად არ დაანებდა ფინიკიელ ვაჭრებს და ამავე დროს მათთან ერთად აქაველების და დორიელების ურდოებს. ის ბოლომდე დადგა. მან გასწირა თავი იმისათვის, რომ კაცობრიობას დაენახა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზი და ადამიანს შეიძლება უყვარდეს. მორჩა. ამ კაცს ყავდა მამა შესანიშნავი ფილოსოფოსი. თვითონ ფილოსოფიის გზას გაყვა თითქოს, მაგრამ აი ეს გამოვიდა, რაც გამოვიდა. მე მახსოვს ეს კაცი პოლიტიკაში რომ შემოდიოდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი და ეს პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ აი ამ პერსონაჟად ჩამოაყალიბა. ისე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მომხიბლავი ფსიქოტიპია, ლიტერატურული, თეატრალური, რაღაცნაირად მხატვრული და პოლიტიკური გიჟი, რომელიც ხანდახან გვართობს ხოლმე აი ასეთი გამოსვლებით. აქ დავამთავროთ ეს რუბრიკა და მივუბრუნდეთ ისევ გადაცემას. რამდენიმე დღის წინ ევროპამ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ. Who would have thought that Georgia, once the flag barrier... ვინი ფიქრებდა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის მედროშე იყო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, გადაიქცეოდა ლუკაშენკოს მსგავს ავტოკრატად. რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებდით არა მხოლოდ ბელარუსებზე ლუკაშენკოს ციხეებში, არამედ ქართველებზე, ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პროევროპულ ჯგუფს ევროპარლამენტში და მათ მიერ დანიშნულ მომხსენებლებს. შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თავდასხმებმა ევროპარლამენტის წევრებზე და ევროკავშირის ელჩებზეც კი მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს ქართველი ხალხის შეხედულებებს. ხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მკაფიო სურვილს გააგრძელონ გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მაშინ, როცა სიტუაცია გაუარესდა, ევროკავშირის საგარეო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ პროევროპული პარტიების მიერ მომზადდა ახალი შესწორებები და მე გაძლევთ რეკომენდაციას მათ მხარი დაუჭიროთ. ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა მასში შევიტანოთ ახლად განვითარებული მოვლენები. კერძოდ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა, ასევე ჩვენი პოზიციის განახლება მუნიციპალურ არჩევნებზე. მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. აი ასეთი გახლავთ ამ ქალბატონის მიერ გამოტანილი ვერდიქტი ჩვენთვის, იუკნევიჩიანე გახლავთ ამ ქალბატონის გვარი, ბალტიისპირელია და მისი ეს საუბარი დეზინფორმაციული და უტიფარი საუბარი
დამახასიათებელია ამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიტიკოსებისათვის, მათ და სამწუხაროდ. მაგრამ მათ ყავთ მიმდევრები და მხარდამჭერები საქართველოში. აი, ეხლა შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი მათგანი. ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობის, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობის და ქართული ხალხის მეტი მხარდაჭერის თაობაზე, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ხომ არის ეს უტიფრობის განსაცვიფრებელი მაგალითი. არც ერთი ფაქტი, არც ერთი არგუმენტი, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ამ ადამიანებმა ვერ მოიტანეს, ევროპამ ვერ მოძებნა, ამათმა მხარდამჭერებმა ევროპაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი უტიფრობით აგრძელებენ ამ თემაზე საუბარს, რომელიც უკვე კაცმა რომ თქვა სასაცილო გახდა. აი, კიდევ ერთი მხარდამჭერი ამ კალბატონის. ჩვენთვისაც სამწუხაროა ის, რომ ასეთი რეზოლუციები მიიღება და ჩვენ ყავს დღეს ხელისუფლება, თვითაღიარებული ხელისუფლება და არავის მხრიდან აღიარებული, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ აღიარებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავის კმაყოფით და საკუთარი თავის წარმატებით, ოჯახების და პირადი ცხოვრების წარმატებით არის დაკავებული. ამიტომ ეს რეზოლუციაც და ძალიან ბევრი რეზოლუციაც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ. არა ძმაო, ამ ხალხის საშველი არ იქნება. მართლა არ იქნება ამ ხალხის საშველი, იმიტომ რომ აი ასეთი პატრონები ყავთ ევროპაში. ისევ რაგვარი ეს კარი უკნევიჩიანე ლაპარაკობს ახლა მზია ამაღლობელზე. სურს ევროპულმა მედია ორგანიზაციებმა ყურადღება დაუთმოთ ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სიტუაციას. იგი დააპატიმრეს სემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იგი კარგავს მხედველობას, რისთვისაც სათანადო სამედიცინო დახმარებას არ იღებს. ვინმე სჯერა, რომ მზია ამაღლობელს სცემენ, აწამებენ, რაღაც ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენენ და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ვინმემ დაიჯეროს დღევანდელ საქართველოში. ხომ სრული აბსურდია, მაგრამ ევროპის მაღალი ტრიბუნიდან ეს ქალბატონი დეპუტატი დგას და ლაპარაკობს აი ამ სიბინძურეს, ამ ცილისამებას და ავრცელებს ამ საზღვარ დეზინფორმაციას, მაგრამ რა აზრი აქვს, რისთვის არის მოწოდებული ეს მათი გაუთავებელი რეზოლუციები. როდესაც რაღაცა აკრიატებული ხდება, როდესაც რაღაცას უკვე კონკრეტული დანიშნულება არ აქვს, მაგრამ მაინც იმეორებენ და იმეორებენ. ის რა თქმა უნდა სასაცილო ხდება და მისი ფასი აბსოლუტურად ეცემა. სრული დევალვაცია ხდება. აი ამასთან დაკავშირებით ბატონ მაჭარაშვილის შეფასება. თავად 2024-ის არჩევნების შემდგომ ერთ-ერთმა და ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ქვია ეუთოოდირი, დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამას არავითარი ფასი აღარ აქვს ამ ტიპის რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ასია, ერთმნიშვნელოვნად ასია, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ შალვა პაპუაშვილის ასაცილოს მოგასმენებ და თემას ამით დავხურავ. ევროპის პარლამენტმა საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება. სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა. ღირებულებითი აღრება. სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, ძნელია რომ არ დაეთანხმო ეს ყველაფერი ნამდვილად ასე არის, მაგრამ ეს კარგი არ არის, ეს ძალიან ცუდია და ცუდია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ცუდ შედეგამდე მიიყვანოს საქართველო. მე ზემოთ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, დასავლეთი, ევროპა, მათ შორის ალბათ ამერიკას არ ეშვება იმ აკრიატებულ ამოჩემებულ იდეას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ და სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით, მაგრამ აი ამ ჭიდაობაში დასავლეთთან, აქაურ მეხუთე კოლონასთან, აგენტურასთან და ასე შემდეგ არ უნდა გაგვეპაროს, არ უნდა
გამოგვრჩეს მხედველობიდან საკითხები, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. საქართველოს გარდა დასავლეთის მეხუთე კოლონისა სხვა მრავალი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი ასეთი პრობლემა წამოწეული იყო ჩემი კოლეგის ნიკოლოზ ბჟავანაძის გადაცემაში და მინდა აქედან ფრაგმენტი მოგასმენოთ. პაკისტანი და საქართველო როდის იყო მეგობრები, მაინტერესებს. რა მეგობრება გაკავშირებს ჩვენ პაკისტანთან, რა საქმე გვაქვს ჩვენ პაკისტანთან, ვერ გავიგე. ან ის 6 მილიარდი რო თქვენ შავ ზღვაზე, ისაო, შავი რისთვის კეთდება ის 6 მილიარდი, რომ ესენი ჩაასახლოს. შეგიდა ეგეთი ინვესტიცია, ან ეს корпуსი რატო უნდა რა ძულს უკვე корпуს რო ხედავ. ყველა корпуსის უკანი დგას ეს პაკისტანი და ირანი. ყველა დეველოპერული კომპანიის უკან დგას არაბული, ჩინური და სპარსული, ირანული ფული. ეს корпуსები არ შენდება ქართველებისთვის, შენდება უცხოელებისთვის. შენდება არაბებისთვის, შენდება ირანელებისთვის, შენდება თურქებისთვის. აი ეს არის უბედურება ტრიალებს საქართველოში. უბედურება ტრიალებს. გააკიდეს საქართველო. გააკიდეს ღორებმა საქართველო რა. აი ამ ბიზნესებს და ამ ფულებს უკავშირდება ის უბედურება რაც მოხდა ახლა ამ რიჟვაცესთან დაკავშირებით და ამოვიდა ყელში ბოლოს და ბოლოს რა. აი ამ ფულს უკავშირდება ეს ყველაფერი. დიახ ამას უკავშირდება. დიახ ამ უკანონო მშენებლობებს უკავშირდება. დიახ უცხოეთიდან შემოსეულ მიგრანტებს უკავშირდება. მათთვის აი ამ корпуსების მშენებლობას უკავშირდება. ასეული მილიონებია, მილიარდებია შეჭმული, წაღებული და ჩადებული. უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. აქ ისეთი დეტალებია ნათქვამი, რომლის უსწორობას ახლა მე ვერ გამოვეკიდები და ვერ გამოვიკვლევ და გამოვიძიებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოში მართლაც იმდენად მომრავლდა და მომძლავრდა უცხოტომელი, გადამთიელი, რომ უსერიოზულესი პრობლემაა შექმნილი. თბილისში და არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში ამდენი корпуსი რომ შენდება და რომ იყიდება და ამ корпуსებს და ამ ბინებს ფართს თითქმის იგივე ფასი აქვს, რაც მსოფლიოს მეგაპოლისებში, მოსკოვში, ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვაგან და სხვაგან. ეს საიდან მოდის? რას ნიშნავს და რა მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის? ეს პრობლემა ახალი არ არის. კარგახანია უკვე დაწყებული. მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ 8 წლის წინანდელი ჩემი არქივის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ეხებოდა ამ თემას, მიგრაციას, ემიგრაციას და იმ საშინელ პრობლემას, დრამას, ტრაგედიას, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. მოდით პატარა ფრაგმენტი მოვისმინოთ პროფესორ ანზორ თოთაძის ერთ-ერთი გამოსვლიდან. საერთოდ უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაცია არის უაღრესი კრიზისია, დამდგარი დემოგრაფიული კრიზისი შეიძლება ითქვას. უკვე და აქედან თავის დაღწევა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ უკვე წლებია უკვე ეს პროცესი მონდა. დიახ, მოკლედ არის ნათქვამი, მაგრამ ძნელია უკვე აქედან თავის დაღწევა, იმიტომ რომ კრიტიკული წერტილი გადალახულია უკვე. და წითელ ხაზს მიღმა ვიმყოფებით ამ თვალსაზრისით და საქართველოს იქნება თუ არა რამდენიმე ათეულ წელიწადში ესეც კაცმა არ იცის. უფრო სწორად დიდი შანსია რომ საქართველოს როგორც ასეთი და ქართველები როგორც ასეთი გადავშენდებით და აქ სხვა დაიკავებს ჩვენს ადგილს, იმიტომ რომ ჩვენ იძულებული ვართ სადღაც გავიქცეთ, სადღაც გადავიხვეწოთ, სადღაც ვეძებოთ ლუკმაპური და არსებობის საშუალება. და არავინ ფიქრობს იმის შესახებ, თუ რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც გადახვეწილები არიან. თუნდაც ჩვენთვის ყველაზე სანეტარო სახელმწიფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმის იმედიც არ აქვს, რომ ვერმე ნაცნობი შეხვდება ქუჩაში და სამშობლო ეს ქვეყანა არასდროს არ გახდება. მაინც სტუმრად გრძნობ თავს, მაინც უცხოარი, არ არის მშობლიური, არ არის თბილი, არ არის ისეთი ახლობელი. ის სიღრმე აქ არ არის. ადამიანი გიღიმის და ამ ღიმილში სიყვარული. ყოველ წელიწად სხვადასხვა კლასს იცვლი.
ამიტომ ეს უშლის დამეგობრებას ხელს და ხალხი უფრო ადვილად სამართავია. ჩვენ იქ ოჯახის წევრები ვართ, მე იქ ზაფხულში ჩემი კლასელებისთვის და ჩემი ნათესავებისთვის ჩავდივარ. იქ უფრო აქ ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ისეთი გემო მაინც არ აქვს იქ. აქ არ ვიცი ჩვენ გვეჩვენება ასე თუ მერცხალზეა ნათქვამი ციხის ფანჯარაზე მერცხალი ბუდეს არიგებს. უკვე აი 9 წელი სრულდება რაღაც 2-3 თვეა დარჩენილი. ჯერ მერცხალი არ მინახე. იქ რო ჩადიხარ ყველაფერი გიყვარს. ის უწესრიგობაც კი მიყვარს. ბორჯომის ეტიკეტი დავინახე ამერიკაში ქუჩაში ძირს ეკდა და ქართული ასოები რო ეწერა დამენანა და ავიღე. ქვა ფოტოლი ნებისმიერ რაღაცა რო იცი ეს იქიდან არის ჩამოსული ამას მე ხატებ ცენტრში წმიდა. აეროპორტიდან რო გავედი პირველად ქართულ მიწაზე ფეხი რო დავაგდი მუხლებს დავიჭოკე ვაკოცი. ის მიწა რო გააქვს ის შენი ფესვები იქიდან არის და რაღაც ძალა რაღაცა სიყვარულია სხვა სიტყვა. დედა ჩემი მენატრება ყველაზე ძალიან. 13 წელი არ გიმა. არა. არ უნახავთ შვილები, არ უნახავთ დედები, არ უნახავთ ოჯახის წევრები წლების განმავლობაში. ხდება საშინელი გაუცხოება. შეხვედრის მომენტში უკვე მათ საერთო ენა აღარ აქვთ, მათ არ აქვთ საერთო სალაპარაკო, მათ არ აქვთ საერთო აზრი, ის ძარღვი. ჩემი შვილი კი პატარაა ახლა ამჟამად, მაგრამ დედას ეძახის ყველას ჩემს გარდა. კივილი ის არის, რომ 13 წელზე მეტი არ მინახია ბავშვი და სიხარული კიდე ის არის მომავლის იმედი. რა შევხვდები? ძნელია, რო შეხედავ გოგოს. რომდები დავგებხედავ შესწრია ხავალებს. რომდები დავგებიცი ვინ გამიღებს გარეს. ზარდავრეგავ და შენი ხამაიც კრიალებს ზარად. მამა მოვიდაო ჩქარა დედა ჩქარა ზარდავრეგავ და შენი ხამაიც კრიალებს ზარად. მამა მოვიდაო ჩქარა დედა ჩქარა. ძალიან მინატრება და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როდის დაძგება ის წუთი, რომ აეროპორტში მამაჩემს ჩავეხუტო ძალიან მაგრად და სულ ვიქნები ალბათ მამაჩემის გვერდით. იმ შეხვედრას გაუმარჯოს, იმ ზარის დარეკვას, იმ კარზე დაკაკუნებას შვილი რომ გაგიღებს და რო უყურებ მართლა ეს არის თუ მეჩვენება. სიხარულს გული ვეღარიტებს, ვენაცვალე მელით დასრულს შესფაციათითებს. გაწარმოებული ჩვენ არ უნდა გავხდეთ ამ ქვეყანაზე. დაგწარმოებული აღწევთ ამ ცხოვრებაში. ჩვენ დავგარგეთ ის დაუბრუნებელი წლები. რასაც გვია ოჯახთან, ბავშვებთან, მშობლებთან ურთიერთობ. ეს არის ამერიკის წესი ცხოვრების ჭაობი, რომელიც გითხრევს ერთ წელს მეორე მიყვება და 14 წელი მიხდება მეთქე აღნიშნული სექტემბერში. აქავრებ ყოველ დღე დაბრუნებაზე საუბრობ, მაგრამ არავინ არ იცის ზუსტად ოფის დაბრუნდებიან, როგორ დაბრუნდებიან. ზარდავრეგავ და შენი ხამაიც კრიალებს ზარად. მამა მოვიდაო ჩქარა დედა. ეს ყველაფერი ჩვენგან წასულებზე. ჩვენგან იქით წასულებზე. ემიგრაციაში, გადახვეწილებზე. მაგრამ ეს ჩვენი საქართველო ქართველებისგან რომ იცლება, აქ ვაკუუმი და სიცარიელე კი არ რჩება, არამედ აქაურობაც ივსება ოღონდ სხვებით. ახლა ვიღაცები დაიწყებენ ყვირილს, რომ როგორც წინააღმდეგნი ვართ, რომ ვინმე შემოვიდეს, ეს რა ქსენოფობია, ეს რა სიძულვილის ენაზე ლაპარაკია და ასე შემდეგ. არა ბატონო, მაგრამ ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. რამდენია დასაშვები და რამდენი აღარაა უკვე დასაშვები, იმიტომ რომ თვისებრივ ცვლილებაში გადადის რაოდენობრივი ცვლილება. აი რას ლაპარაკობს სასულიერო პირი აქეთ ჩამოცვლელებზე. ომობდა. რათომობდა კაცო, რათომობდა. ასე კლავდა თავს. რატომ მოიგო დიდგორი დავითმა მაინტერესებს. რა საჭირო იყო?
რატო გაწირა თავი? ეთქვათ რომ თურქებისთვის რომ აბა ჩვენ ძმები ვართ, როგორც გინდა ეგრე ვიყოთ. ფიცი მიეცა იმისთვის ერთგულებისა სულთანისთვის და რა საჭირო იყო ეს? და მას რომ ესი არ ექნა, დღეს მე და შენ რა ენაზე ვილაპარაკებდით? და რაზე ვილაპარაკებდით რა თემაზე საერთოდ? საერთოდ თუ ვიქნებოდით, თუ იქნებოდა ეს ქვეყანა. ჩვენი წინაპრები რომ ომობდნენ, რატომ ომობდნენ? რატომ არ უთმობდნენ თავიანთ მიწა-წყალს, სხვებს, უცხოელებს, 1000 ჯიშის და 1000 ჯულის მომთაბარე შემოდიოდა საქართველოში, მაგრამ ყველას თავის ადგილს მიუჩენდნენ ხოლმე და დღეს შეიცვალა ვითარება, დღეს დასაშვებია ეს ყველაფერი? არა ბატონო. ჩვენ რომ ომობდით, ჩვენი წინაპარი რომ ომობდა უпроსორად, ეს იმდენად იყო ძვალ რბილში გამჯდარი, რომ ხატულ ნაწარმოებებში სხვადასხვა ვარიაციით, სხვადასხვა სახით გადადიოდა ხოლმე. აი ერთ-ერთი შესანიშნავი ეპიზოდი ფილმიდან ჯარისკაცის მამა. Мой отец воевал. Его отец воевал. Его отец, его отец воевал тоже. ასე იყო. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც ვეფხისა და მოყმის ბალადა შეიქმნა. არ ნუ ტოლერანტობის განსაკუთრებული ფორმა და მოდელი ჩამოყალიბდა. მაგრამ განსაკუთრებულ ფორმას და მოდელს ტოლერანტობისა აქვს თავისი რესურსი, თავისი საზღვრები, თავისი სივრცე. გადასწრება თუ არა ყველაფერ ამას, ის იწყებს, ის კონტრპროდუქტული ხდება და იწყებს უკვე შენს წინააღმდეგ მუშაობას. აი ეს არ უნდა დაუშვათ, არავის არ მოუწია ჩვენთვის ამის დაშვების უფლება. აი ასეთი მდგომარეობა, ასეთი რეალობა, ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლება? არ შეიძლება. ეს რომ ასეა, ამას მარტო მე ვამბობ, მარტო ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს? არა, სხვების ამბობდნენ და მას შორის ამ ემიგრაციასა და ემიგრანტებზე თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც ლაპარაკობდა. აი რა აქვს მას ნათქვამი ემიგრანტებთან დაკავშირებით. უამრავი თანამოქალაქე თქვენი და ჩვენი სამშობლოს არის გადახვეწილი ლუკმაბურის საშუალებლად და ძირითადი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობის გუშინ მე შევხვდი ჩვენს ემიგრანტებს ძალიან ემოციური შეხვედრა გქონდა. ძირითადი შემოსავალი დღეს საქართველოს მოსახლეობის გახლავთ ის რომ გადახვეწილნი არიან ჩვენი დები, ძმები და ძალიან ხშირად დედები. აი ეს არის სირცხული ქართველი ადამიანისთვის, როგორია რომ ქართველი დედა, ჩვენი კერის დამფუძნებელი და შემნახველი დღეს გასულია საზღვარგარეთ და ლუკმაბურის საშუალებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოხუცებსა და შვილებს უვლის და საკუთარი ყავს მიტოვებული. აი ეს არის ძირითადი სარჩენი ჩვენი ოჯახების დღეს. აი ესე დავკარგეთ ჩვენი ღირსება. და რა დავაშავეთ ამის ფასი რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ დაგვედგომება და ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ ქვეყანაში გეცეულად ვიშრომოთ. დავაშავეთ ის რომ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. კეთილი და პატიოსანი, არასწორი არჩევანი, როდესაც გააკეთეს, მიიღეს ცუდი შედეგი, მაგრამ სწორი არჩევანი ხომ გაკეთდა. თქვენ ხომ აგირჩიეს ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდი, თქვენი გუნდი, ხომ აირჩია ქართველმა ხალხმა. ამის შემდეგ რა გაკეთდა ემიგრანტებისთვის? კი, მესმის, რომ მეხუთე კოლონასთან, აგენტურასთან ბრძოლა საჭირო, ნაციონალებთან ბრძოლა საჭირო, მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველიდან განდევნა საჭირო, მათთვის კონსტიტუციური სასჯელის გამოტანა საჭირო, მაგრამ ყველაფერ ამას ქართველთა ბედი, ქართველთა იღბალი, ქართველთა მომავალი უნდა გადავატანოთ და გადავაყოლოთ. დავეხმარეთ ემიგრანტებს იმაში, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ერთ და ორ კაცზე ხომ არ არის ლაპარაკი და 10-სა და 100 კაცზე ხომ არ არის ლაპარაკი. 1000-ებზე 10,000-ზეა ლაპარაკი და იქნებ უფრო მეტზე. აი ამ ადამიანებს ვეხმარებით. მათ უქმნით პირობებს, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი თუ სამშობლოში დაბრუნდებიან, ასეთ შემთხვევაში ის გადამთიელი, რომელიც მათ ადგილს იკავებს საქართველოში, ვეღარ დაიკავებს მათ ადგილს. ამიტომ არის ეს არა მარტო ჰუმანიზმის გამო, რომ ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, ისინი ხომ გაჭირვებამ გააქცია და გადახვეწა სამშობლოდან. მათ დახმარება სჭირდებათ. ეს ჰუმანიზმია და ესეც არგუმენტია, რა თქმა უნდა. საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ ამას გარდა ქვეყანა იღუპება, ქვეყნის მომავალი იღუპება, ქვეყნის დემოგრაფია იღუპება, ბალანსი ირღვევა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ
ორიგინალში ვეფხისტყაოსნის წამკითხველი კაცი საქართველოში უკვე აღარ იარსებებს. ან ძალიან ცოტა იარსებებს და ძალიან ბევრი იარსებებს ისეთი, რომელიც არათუ არ წაიკითხავს და ვერ წაიკითხავს ვეფხისტყაოსას. საერთოდ არ დააინტერესებს ასეთი ნაწარმოების არსებობა. საერთოდ არ დააინტერესებს ქართული კულტურა, ქართული სული, ქართული გენი, ქართული ჯიში, ქართული ტრადიცია. ის, რასაც ქართველობა ქვია, აღარ დააინტერესებს იმ უცხოელს და ამ ქვეყანას, თუ კი ის ქვეყანა იქნება, შესაძლებელია ერთხანს კიდევ საქართველო ერკვას, მაგრამ საქართველო აღარ იყოს უკვე რეალურად. ამიტომ მოდით მიხედეთ ამ საქმეს. სააკაშვილთან და მის ხროვასთან, მის ფაშისტურ ხროვასთან ბრძოლა კი ბატონო საშური საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო საშური საქმეები და საშური პრობლემები არსებობს ამ ქვეყანაში. გაცილებით დიდი მნიშვნელობის საკითხებია გადასაწყვეტი, რომლის გადაწყვეტის გარეშეც საქართველოს მომავალი უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ რომ დემოგრაფია იცვლება. დემოგრაფია იღუპება, ანუ ქართველობა იღუპება, თვალსა და ხელშუა გვეცლება. აი ეს საკითხია, რა თქმა უნდა, გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, მაგრამ მე ცოტა ეჭვი მეპარება აი ეს კონტინგენტი, რომელიც დღეს არის პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, მთავრობაში, არის კი ის, რომელიც თავს დადებს, თავს გაწირავს იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, იმისათვის, რომ საქართველო დავიხსნათ იმ უბედურებისგან, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. არის ეს ასეთი კონტინგენტი. აი მაგალითად მახსენდება ერთი ასეთი ნათქვამი შალვა პაპუაშვილის. გინალ გითხრათ ჩემი მაგალითი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში მუშაობდი წლები. იცით რა მეწერა მე მთავარ პრინციპად ჩვენი ორგანიზაციის, რომ ეს ორგანიზაცია ემსახურება გერმანიის ინტერესებს და მის დახმარების საერთაშორისო დახმარების პოლიტიკას. რა თქმა უნდა ვახორციელებდით გერმანიის საგარეო დახმარების პოლიტიკის მიზნებს. მე ბატონ შალვა პაპუაშვილის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ძალიან გონიერი, განათლებული, წესიერი, ერუდირებული კაცია და ორგანიზატორული ნიჭიც აქვს და ყველაფერიც. მაგრამ აი რა თქვა, რა მოყვა თავისთავზე, რომ ოდესღაც ის გერმანიის ინტერესებს ემსახურებოდა. იმიტომ რომ იქ ქონდა გასამჯელო, იქ იყო მისული, იქ იყო ასე ვთქვათ ჩაბარებული და აკეთებდა იმას, რასაც ავალებდნენ. აი ეს კონტინგენტი შეძლებს ბოლომდე თუ კი ასე დადგება საკითხი, თავის გაწირვას, თავისი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ იცით, აქვს ამას მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ და ვინ ხარ. აქვს ამას მნიშვნელობა და ამის შესახებ ახლა გვეტყვის ბატონი კობახიძე. ყოფილი აგენტები არ არსებობენ. გესმით? მე არ ვამბობ ვინმეს აგენტობაზე. მაგრამ ეს განწყობილებები, ეგრეთ წოდებული პროდასავლური განწყობილებები, ეს NGO-შნიკები და იქიდან წამოსული მთელი კლასი, რომელიც დღევანდელ პოლიტიკაში საკვანძო ადგილებს იკავებენ, არიან ეს ადამიანები საკუთარი სიცოცხლის და საკუთარი ინტერესების გამწირავი იმ სიტუაციაში, თუ კი ასეთი სიტუაცია დადგება, რომ ეს აუცილებელი გახდება. არიან კი, ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის ალბათ მთავარი. ამიტომ მინდა გითხრათ, ფრთხილად, ფეხი არაფერს წამოკრათ. ამ ნათქვამით მიუმართავ მთავრობას, ამ ნათქვამით მიუმართავ მმართველ პარტიას. ფრთხილად, ფეხი არაფერს წამოკრათ. თუ მაინც და მაინც ალეგორიული ვიდეოა საჭირო, ესეც მოიძებნება ჩვენს არსენალში და ამასაც წარმოგიდგენთ. ფრთხილად არ წამოეგოთ. ხო, აი ასე. შესაძლებელია მარტო ქვას და ხის კუნს კი არ წამოკრა ფეხი, არამედ ბევრ რამე შეიძლება ფეხი წამოკრა და ეს არ უნდა დაგვემართოს. სხვათა შორის ამ მიმართვით ქართველ ხალხსაც მიუმართავ. თქვენც მოგმართავთ.
ფეხი არაფერს წამოვგრათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ ისეთი და აქაც ქვეყნის შიგნითაც ისეთი რომ შეიძლება მართლაც ფეხი წამოვგრათ. ამიტომ ჩვენ რაღაცა გზა უნდა ავირჩიოთ. იმ გზას არ უნდა გავყვეთ, რომელმა გზამაც აქამდე მოგვიყვანა რა რეალობაც არსებობს საქართველოში. სამნაწილად დაშლილი საქართველო, ემიგრაციაში გადახვეწილი უამრავი და უდიდესი რაოდენობა ქართველებისა, ლუკმაპურის საძებნელად, პრობლემებით დამძიმებული საქართველო, უთანასწორობით დამძიმებული საქართველო და სხვა მრავალი პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით და უკვე აღარ ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, როგორ გავართოთ თავიანთი პრობლემას. მე ვფიქრობ, რომ ერთი კამპანიაა დაწყებული, ძალიან სერიოზული კამპანიაა ეს. ეს არის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა უნდა მიუმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ამის გარეშე არ შეიძლება. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიღაცის მეშვეობით, ვიღაცის დახმარებით ველაპარაკებით რუსებს, საჩვენო საქმე იქ არ გამოვა. საჩვენო საქმე იქ გამოვა, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ იმასთან, ვისთანაც პრობლემები გვაქვს. და პრობლემები გვაქვს არა მარტო იმ მხრიდან, არამედ ამ მხრიდანაც. ჩვენი არასწორი მიდგომების გამო, ჩვენი არასწორი დამოკიდებულებების გამო, ჩვენი არასწორი ორიენტაციის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით დაწყებულია ხელისმოწერები, მიუმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. თქვენ ახლა ხედავთ ტელეფონის ნომერს ჩვენს ეკრანზე 599 24 25 24. დარეკეთ ამ ნომერზე და დააფიქსირეთ თქვენი შემოერთება ამ ინიციატივასთან. თქვენი სურვილი რომ ასეთი დიალოგი შედგეს და გაიმართოს. აი ეს არის ყველაფერი ის, რაც დღეს მინდოდა მეთქვა. ახლა დამრჩა ის რიტუალი, რასაც ქვია სანთის ანთება და აი ასე უნდა ვიაროთ, აი ამ პატარა ბავშვივით უნდა ვიაროთ იმ ძნელად სავალ კიბეებზე მართლმადიდებლობის მიმართულებით. მართლმადიდებლობა მოგეხსენებათ თქვენ, ბურჯი მართლმადიდებლობისა სად არის? ბურჯი არის რუსეთი, ბურჯი არის მოსკოვი და ეს მიმართულება არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ეს მიმართულება უნდა იყოს ჩვენს არსენალში. ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. და ბოლოს მინდა შევთავაზოთ, რომ ჩემთან ერთად გადაიწეროთ ირჯვარი იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად იყოს. ყველაფერი ისე იყოს, როგორც უფალს უნდა რომ გადაწყვეტოს. და როგორც თითოეულ კეთილ, ზნეკეთილ, წესიერ ქართველ ადამიანს უნდა რომ გადაწყვეტოს. აი ყველაფერი ის, რაც დღეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ამით დავამთავრებ ამ გადაცემას, იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს, დათქმულ დროს, საღამოს 7 საათზე, ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.